სიმართლე რომ ვთქვათ, საქართველოს მოქალაქეები ძალიან იშვიათად დავდივართ გოგირდის აბანოებში. ფაქტობრივად მეც ჩემმა მეუღლემ შემოყვარა და დამაფასებინა თბილისის ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც უბრალოდ ტურისტული ლოკაცია ნამდვილად არ არის. ეს არის ისტორია და ნამდვილი დასვენება. გოგირდის ცხელი წყლები ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხსნის კუნთების დაძაბულობას, სახსრების ტკივილს თქვენ წარმოიდგინეთ, ეხმარება კანს გაჯანსაღებაში და ამბობენ ძილსაც აწესრიგებსო. გოგირდის წყლებს აქვს ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, ანთებისაწინააღმდეგო ეფექტი. ბევრი ამბობს და ლოგიკაც არის ამაში, რომ ძალიან კარგი შედეგი აქვს აკნეს, სებორეის, ფსორიაზის შემთხვევაში. მაგრამ პირადად მე, რაც ყველაზე მეტად მიყვარს, ეს არის ცხელი და ცივი წყლების მონაცვლეობა, რომელიც იდეალური სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისთვის, რაც საბოლოო ჯამში აუმჯობესებს ტონუსს და აქედან გამოსულს ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ ჩემი იმუნიტეტი საუკეთესო მდგომარეობაშია. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ გოგირდის აბანოები ყველასთვის არაა რეკომენდებული. მაგალითად, ვისაც აქვს გულის სერიოზული პრობლემები, მაღალი წნევა, ასევე ორსულობის დროსაც არ ვიცი რამდენი რეკომენდებული, იმიტომ მე მაგალითად ვერ იდებოდი ძალიან ცხელ წყალს. სხვა შემთხვევაში აუცილებლად ესტუმრეთ და მე კარგი ხინკალი და ლუდით დააყოლეთ რომელიმე დუქანში.